გამარჯობა თვითფასელი მაყურებლებო. დღეს არის შაბათი და ჩვენ ვართ თქვენი სტუმრები თუ თქვენ ხართ ჩვენი სტუმრები ეს უკვე აღარ გავიგე. მგონი წავიდეთ ერთმანეთში უკვე. მაგრამ ყველა ერთად ჩვენ ვართ აი ამ შესანიშნავი დარბაზის სტუმრები. ეს არის ლაუნჯ რესტორანი, აკადემია, რომლებიც ასეთ პირველად ყოველთვის მასპინძლობს ჩვენ. და მე მგონი უხარიათ კიდევაც აქ რომ მოდიეთ, იმიტომ რომ იმდენი ნაცნობი სახე დადის აქ. ანუ ჩვენი გადაცემიდან გამომდინარე, იმდენი ლამაზი სიმღერა ისმის, რომ მე მგონი უფრო ახალისებენ დღეს და უფრო მეტად შრომის ნაყოფიერია მათი ყოველი დღე. მაგრამ ეხლა რაც შეეხება შრომას, მე მინდა წარმოგიდგინოთ ჩემი სტუმარი, რომელიც არის, რა თქმა უნდა, სხვა პროფესიის, სიმღერასთან არ აქვს კავშირი. მაგრამ იმდენ საქმეს აკეთებს სიმღერისათვის და მაყურებლებისთვის თუ რატომ ამას თქვენ მიხვდებით, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ღონისძიების მონაწილე გახლავთ, ოღონდ სერიოზულ თემებზე როცა არის საუბარი. მაგრამ აი ესეთ ასე ვთქვათ, ცოტა ლაითი თემების სტუმარი არის, მაგრამ მე მიხარია დღეს არის ჩვენი სტუმარი, ეს არის ჩვენი ძალიან სიმპათიური ადამიანი. ბატონი ჯონი ჯანაშია. ეს ერთი. გამარჯობა, ჩემო კარგო. გამარჯობა, მიციკო. და პირველ რიგში მე რა მინდა იცით უთხრა რომ იმიტომ მინდა მადლობა უთხრა რომ ისეთი დაკავებული ადამიანია, იმიტომ რომ თავის პროფესია ხო იცით რასაც წარმოადგენს, ექიმი ბრძანდება. პლუს კიდე ის საღამოები რასაც მართავს და პლუს კიდე ეხა გავიგე საშინელი ამბავი დაუწყია. ანუ რაღაცა პროპკავშირები სამედიცინო. მედიცინის მუშაკთან. არა, ხო. ანუ ეხლა გაიგე. მე ხა გავიგე რა. იცი რა გამახსენდა ეხლა ერთ-ერთი პირველთაგანი საქველმოქმედო რო გააკეთე, გახსოვს? აი ძალიან ადრე და ძალიან დაძაბულ პერიოდში. მეზღვაურების თუ ვიღაც ხო? ეგეც იყო, როდესაც ჩვენი მეზღვაურების სომალელმა მეკობრებმა ჩაიგდეს. აი ეგ ამბავი იყო, ხო და მინდა გითხრა მადლობა, რომ ჩვენ გამოგვიყვანა იმ კონცერტზე. იმიტომ რომ ეს ისე დროს იყო, როდესაც ჭყალებში რო ვთქვათ, ჩვენი გამოყვანა, ანუ ფორტეს გამოყვანა ცოტა რთული ამბავი იყო, ამისთვის დიდი მადლობა მას. კარგი, ეხლა დავბრუნდეთ ცოტა ისე თემას, რბილ თემებს, როგორც არის სიმღერა. და მე მაინტერესებს ჯერ დავიწყოთ აქედან. შენ თვითონ ყველას ვეკითხები ამას, თუ მღერი? ჩემ სიმღერას არ ქვია სიმღერა, იმიტომ რომ ახლა რა ხდება? ხო. თემი შენ გადაცემების განმავლობაში შენ ზიხარ ჩემო მუსიკო მაპატირო შენობით რა თქმა უნდა, არავითარ. ვიც ბედაში ვიცნობს რომ ქალბატონო და ბატონო თუ ეგზომ ვინძო არ მინდა. დიახ, არ მინდა. ხო, გისმენთ. ყოველთვის ვიღაცას აკებ, ყოველთვის ვიღაცას ეფერები და შენ ყოველთვის რაღაცა ისეთ კუთხეში ხარ რომ მე მინდა ჩვენმა ძვირფასმა მაყურებელმა იცოდეს რა გოგოა ჩვენი მუსიკო ჯანელიძე. მე ჩავშეგიძლია არა, ერთი წუთი ჩვენ ვართ სკოლელები, პირველ სკოლელები. პირველი საშუალო გვაქვს დამთავრებული ორივე, ძალიან მიამაყება, მიყვართ ჩემი სკოლა, გიждები, მაგრამ აქ მე იმიტომ ვეფერები ყველას, რომ მართლა ყველა ისეთი ადამიანი მოდის, ჩემო კარგო, ვინც ხალხს უყვარს და მე რა თქმა უნდა ას ვუწევ ხალხის გემოვნებას და მის ნათქვამს. ამიტომ ვილაპარაკოთ ჩემზე მერე. დიდი გადაცემა. მაგრამ ერთ-ორ სიტყვას მაინც ჩავაყო. აი, ორი სიტყვა ჩააგდო. ნიუტონის მესამე კანონის თანახმად ქმედება უკმედებების ტოლია და ამ სიყვარულით ვიდა გიპასუხო და მე მეამაყება რომ დღეს ჩემი მუსიკოს სტუმარი ვარ, მუსიკო რომელიც არის სოფლიო დონის აკომპანიატორი და რა ხალხთან ქონია საქმე და ამ დროს მე აგერ გავეჩითე უცებ ამ გადაცემაში და მე იცი რა გემრიელი გადაცემა გაქვს ძალიან, იმიტომ რომ თითქოს ახლა ჩვენ ბედეშე სამზარეულოში ვზივართ და ვჭორავთ რაღაცებზე და იწება გოჭი, გიждები გოჭი. ხო და სული მოდის ახლა ოხში არის იქ ყემალიც დუხტუხტუხებს სადღაც მალე ლავაში შემოვა და ერთად ჩვენი ოპერატორები ისე იცინიან თან ერწყმს ყვაპავენ. ხო რა შეეხება ახლა მე და მუსიკა. დიახ. რა ცუდი წარსული მაქვს შენ ასზე ახლა. მუსიკალური სკოლის 4 კლასი გავძელი. ფორტეპიანოზე, კი, მაგრამ ეხა წარმოიდგინე რომ ყველაფერში ხუთები მყავდა, სიმღერაში მყავდა 3-იანი. წარმოიდგინე მაშინ როდესაც ყველაფერში ხუთს უწერდნენ და შენ არ მოეწონაო კაცო, კრიმინალიო, მე რო ამას დაუწერო ნიშანიო და ჩემ ამეზობელმა დათრევი და ისე იმღერებ რა ვარს გაგიხარდა და ისე აგიხდა ყველაფერი, რატომაც მერე მოვიდა ეს. მერე გაიხსნა ყურე, როდესაც სკოლიდანაც გამომაპანყურეს. კი, რა მოხდა შალიაპინის ესე არ მიიღეს კონსერვატორიაში. აი როგორც უთავმოყვარო მშობლები რომ დადიან სკოლაში და თავდახრილების, იმიტომ რომ
რო ჩამილაგებდნენ ნოტების ის ხო გახსოვს არა ესე რომ იკეცებოდა და იმითი გავცდებოდი სადღაც შევჩურთავდი და მე დავაი ფეხბურთი მიდიოდა და ესეთი მდგომარეობა იყო და მე გაიხსნა ეს ყველაფერი და ეხლა მე ჩემ თავს არც მომღერლად ვთვლი და არც არაფერი მე შეიძლება ვიყო კარგი მსმენელი შემფასებელი, დამფასებელი და გარდა ამისა, ერთობა ღმერთმა მომცა ის ნიჭი რომ აი ეს კარგი ხალხი მოვიზიდო, კუმულაცია გავაკეთო ამითი და მე მაყურებელს ვაჩუქოთ. აი ესეთი ლამაზი საღამოები ბევრი გვიჩუქებია. იცი რა მაინტერესებს, ბოდიში გაწყვეტინებ, შენ სამედიცინო ხო დაამთავრე? აქ თბილისში. ანუ სამედიცინო ცნობილი იყო ძალიან ცნობილი იყო რაღაცა ძალიან კარგი ანსამბლებით. კი, ვოკალური ინსტრუმენტული ანსამბლი. და უფრო შორსაც წავალ, ბიჭო. 50-იანი წლების შუა წლებიდან 60-იანი წლების დასაწყისამდე თბილისის ოპერას ამშვენებდა ძალიან ბევრი ისეთი ვარსკვლავი და აქედან უმრავლესობა სამედიცინო კონდა დამთავრებული. მე ერთი ვიცი შოთა კიგნაძე. და მე დავამატო თენგიზ მუშკუდიანი, ბიჭიკო შუშანია, დავით ბადრიძე, ბათუ კრავეიშვილი. მაგრები ხართ, მედიკები მაგრები. მე გარდა ამისა, ყურადღება მისაქცევია ისიც რომ პირველი ჯაზ ორკესტრი ეშნიკები რო იბრალებენ სამედიცინო ინსტიტუტში შედგა. აი დიდი შოთა არაყიშვილის შვილი ხელმძღვანელობდა ექიმი და საქსაფონისტი და პირველი და მე იცით რა არის ესეთი ცნობილი სახეები პირველად სამედის შეიძლება ექიმები არ ყოფილიყვნენ მაგრამ რაღაცნაირად მიკედლებული იყვნენ აი ამ ორკესტრთან მე შემთხვევით გავიგე რომ გენო ნადირაშვილს თურმე პირველად ჩვენთან დაუგრავს ბუბაკიკაბიძეს ჩვენთან უმღერია პირველად და ეს საკმაოდ ისეთი ფერბედნიერი აღმოჩნდა თქვენი სცენა სამედის სცენა და მე გარდა ამისა იცით ერთხელ მოხდა ესეთი ხშირად ვიმეორებ რომ მისახები გამოცდების პერიოდში, როდესაც ეს აქტიური სტუდენტები ვეხმარებოდით ხოლმე იქ. ერთჩვენი დღეს რუპიანინ უნდა გადაგვეთრია სპორტ დარბაზიდან სადღაც სხვაგან, იმიტომ რომ სპორტ დარბაზში ხდებოდა გამოცდები და სპორტული დარბაზი ხო წარმოუდგენელია პიანინოს გარეშე, დილის გამამხნევებელი ვარ. ეს მიმკლა რაღაცა და ერთი წუთითო გვითხრა აკადემიკოსმა ნუგზარ ტატიშვილმა. იმხანად ბატონი ნუგზარი აცვანოს ღმერთმა იყო ჩვენი პრორექტორი. აწია დაჭდა და შეჭამა. იმიტომ რომ აღმოჩნდა რომ ბატონ ნუგზარს სამედიცინოს გარდა კონსერვატორიაც ჰქონდა დამთავრებული და მაშინ გაგვიელვა ესეთ ბაზმა რომ ამ სტუდენტურ დღეებზე კი ეს ნიჭიერი ბავშვები კი გამოყავს მაგრამ რატო მარტო ესენი რატო ის პროფესორ მასწავლებლები არა და სადღაც 98 წელს მომწიფდა ეს იდეა და თბილის მართლა კარგი საღამო ვაჩუქეთ და თბილის და თელ საქართველოს ექიმები არ ხუმრობენ და გამოიყვანეთ ისეთი ვარსკვლავები გახსოვს მე ეხლა ვილაპარაკოთ მაგთემაზე აი მაგთემაზე მინდოდა ზუსტად რომ გველაპარაკა იმიტომ რომ ისეთი კარგი საღამოებით დაიწყო ჯონიმ რომ აი სულ ყველა იყო აფთოვებული რომ უი შეხედე იმიტომ რომ აი ეს ნიუანსები რაც ახლა ჯონიმ მოყვა იქ ოპერის მომღერლების ამბები და თავისი პროდუქტორის ამბები ეს ალბათ იცის უბრალოდ ვიწრო წრეც პირობითია ახლა ეს სიტყვა რასაც ვამბობდა აი ის რაც ჯონიმ გააკეთა ფილარმონიაში ექიმების კონცერტი ეს იყო მე რაღაცა გადაება იყო მგონი პედაგოგების ამბავი იყო იურისტების რა თქმა უნდა იურისტებმაც მოგბაძეს მაგრამ რა ვქნა ეგოისტები ვართ ეხა გეტყვით რაღაცას რამდენი მე მოვიპატიჟი აქ რამდენთანაც მქონდა საუბარი ექიმებთან რომ სადღაც რო ხვდებით ხოლმე ხალხთან მრავლობაში ასე ვთქვათ რა სიმღერებ აუ რა ვიცი აი ჯონი მითხრა ეს სიმღერეო აუ რა ვიცი იცი ჯონი აი ის იქ მომღერა იცი შენი სახელი ყველა ბრუნვაში ფიგურირებს. ნუ დაახლოებით, მე და გიაფხაზავ. რითი მიაგენი ამ ხალხს? მოგახსენებ, ჩემო მუსიკო, მოგეხსენება საქართველოს პატარა. ყველა მღერის, ყველა, ნუ სუფრაზე განსაკუთრებით ჩდება ეს ამბავი, ასეთ სუფრაზე სრულად შემთხვევით წავაწყდი გოგი და გეგელაში. გადასარევი. ესე კითხვა-კითხვით და ესეთი ინფორმაციებით მივედი ლადო კახაძემდე, რომელიც ქართული ცეკვის უბადლო შემსრულებელი და იმისა რომ ზღაპრულ ლექსებს წერს. აი ესე შემთხვევით თამუნა ჩხაიძემ როგორ ექიმების კონცერტს აკეთებდო და მედიკოს გარეშე კარტოზიას გარეშე და მედიკო კარტოზია არც ვიცოდით მაშინ აიყო და მოვიდა ესეთი ასაკოვანი ქალბატონი რაღაცა და ძალიან სერიოზული სახით დაგვიჯდა და ჩვენ უკვე მოემზადეთ უარისათქმელად მე და გიაფხაზავა და აბა რა მოგვიმზადეთ და ესეთი სახით რომ იქნება დროზე გაუშვათ ეს ქალბატონი ჩემთან სახში ხდებოდა ეს რეპეტიციები მედიკომ გვიყურა და მაგიდას თვალი შეავლა იმიტომ რომ არაყი დამისხითოეთ. ხო ხარ ერთი გედეჭა. აბა თქვენ ჩემისებო უკაცრავად გამოთქმაზე. აქ იქნება ტუ.
ხიზელჭკუაზე გინდათ ამღეროთ და მოკიდა გიტარას ხელი და იმ ჩემ სტუდენტობის პერიოდში რაც პოპულარული სიმღერა იყო თურმე ყველაფერი დაუწერია იგივე წვიმდა ზეცაცრებლებში და იგივე იასამას და ეგაგაფერი რამდენი ერთი ჩამოთვალე და ესე ზოგი გაიცხრილა ზოგი ისე არ იყო იმიტომ რომ ჩვენ გასაგებია მოყვარულები ვართ მაგრამ როდესაც ფილარმონიის სცენაზე ადიხარ ცოტა სხვაყურიანი ადამიანი გჭირდება იქა 3-4 აკორდს ყველა იღებს გიტარაზე და სუპრაზე გაგიხარია ყველა მაგრები ვართ მაგრამ ქართველი მაყურებელი ისეთია რომ არ გაპატიებს არც ერთ პალიშს კი ამ ჩვენს სასტავში ბჭყალებში ერთი მონიჭო კაცის ადგილია და ის მე დაკავებული ასე რომ არა, ფლატუნიჭო ვერ იქნება ხა, იმიტომ რომ ისეთი ფრაზები იმღერე ხა შენ რომ სწორი ნათქვამი იყო და ხა ფლატუნიჭო ვერ იქნება. ანუ ხა რა მაინტერესებს? აი ამ საღამოს რო გეგმავ. რა ერთი მიმართულება გაქვს რომ ხალხო უნდა იყოს მხოლოდ აი ესეთი სიმღერები. არის ეგეთიც, იმიტომ რომ არის ესეთი მაგის მიხედვით აწყობ ხოლმე კონცერტს. კი, არის, მაგალითად საახალწლო ნომრები როდესაც გვაქვს, ვცდილობთ რომ აი თოუზე, პიპკებზე აი ამ თოვის ბაბუაზე დაკარგულ კაზაგები თოვის კვალზე გავლილ რაღაცებზე ვერი ვართ არის არა მარტო ხო რომელიც მარტო ხალბატონებს ეძღვნებათ არის ისეთი რამ როდესაც ჩვენ ხათაშორის მუსიკო ერთი საღამო გავაკეთეთ არაჩვეულებრივი ლამაზი საღამო იყო და ვერ ჩავიწერეთ არ მოხდა აი ამის ეს ჩემბრალია წასულ ექიმებზე გქონდა და სევდიანი საღამო იყო მოკლედ ამ საღამოს ორი უკიდურესობა გქონდა. ან ვიცინოდი ძალიან ბევრს, ან ვტირი. გასაგები. და სამწუხაროდ მოხდა ისეთი რამ, რომ აი სცენაზე მოგვიკვდა კაცი. უიმედე. თემური მახარაძეზე ვიცი, კაცო, თემური. გამოვიდა აი ერთ-ერთ კონცერტზე და ისე იმღერა პავლების ქვეყანა და ეს იმღერა საჯილდაო ყვა, ბევრი მომღერლისათვის, იმიტომ რომ იქ მოდულაცია ხდება, იქ ასულა რო არის და თემური აწია ის და არ ჩამოვიდა იქიდან გუზე ეკავა ხელი. დაამთავრა სიმღერა დაინგრა დარბაზი, გავიდა კურსებში და შეუერთდა მარადისობას და ეს აუცილებლობა იყო. ასეთნაირად რამდენიმე ადამიანი დავკარგეთ არ ვიცი ხა არ მინდა რომ სათითაოზე გოსევდიანი არ მინდა გევანდე მაგრამ ყველამ რაღაცა ლამაზი კვალი დატოვა და აი ესეთი საღამოც გქონია ესეთი საღამოც გქონია არ ჩამოვთვლი მოკლედ. ხო, მესმის. იცი რა მინდა გითხრა, ამასთანავ გოგიტა გეგელაშვილი იყო აქ სტუმრად და გავიხსენეთ მისი სიმღერა, ანუ მე ვთქვი რატომღაც რომ ქართულის გარდა უცხო სიმღერებსაც, უცხო ნუანსებს კარგად ვერიწყო და თვითონ დამასწრო პასუხი რომ იცი რა ის სიმღერა ჯიგოლოზე უთხარი. ეგ სიმღერა კი არისო ინგლისური, მაგრამ ჯონიმო ისეთი კაი ლექსი გამიკეთაო. აი მითხარი ახლა ლექსი რატო გააკეთე ინგლისური? უბრალოდ მიმართულება ქონდა ესეთი რომ ქართული ხო და გეტყვი ამის საიდუმლო რაში მდგომარეობს ზარმაცები ვართ ექიმები საშინლად კი ინგლისურად ბევრი ლაპარაკობს და რაღაცას ვაფუჭიხებთ მაგრამ ტექსტების სწავლაში ინგლისურად გასაგები და მე ამას სხვა მუღამიც აქვს იმიტომ კურს ვჭიდებთ რაღაც 1-2 ფრაზას რომელსაც მივამსგავსებთ ქართულ რომელიმე სიტყვას და მე ამის ირგვლივ ვაშენებთ უკვე ქართულ სიმღერას და კარგი ნომრები გამოგვივიდა. ანუ შენ რო აკეთებ რაღაცა ხშირად გაწყვეტინებ, მაგრამ ისე ჩქაჩქარა მომდის ხოლმე ეს შეკითხვები. აი შენ რო აკეთებ ლექს ზუსტად თარგმნი იქ რაზეც არის ლაპარაკი თუ შენ შინაარსი იღებ რაღაცას და პასიური თარგმანია, თავარი განწყობა იყოს დარჩენილი და მე მინდა გითხრა რომ შენ მოგისმენია მეგრულად გლენ მილერი? აი ის როდესაც გია ბეროშვილი მღერის იქ იყო პირდაპირ თარგმანი ინგლისურიდან მეგრულზე გავაკეთე. ალბათი. მუშენირეთაში გური ფარცქვალანს გიჩქუსიდო მიჩქუმა. გადასარევია. ხორი მერეფეკო. მაგას გიაბეროშვილის პირველი ხმაჭი. კარგით, ეხლა მე კი შევთავაზე სიმღერა რამე იმღერეთ ხო და ეხლა ვნახოთ რას მოიფიქრებთ, იმიტომ რომ ტელეფონში რო ველაპარაკ არ უნდა ეხლა ამდენი მართლება. მე შე როცა გამოგაცხადებ როგორც მომღერალი ჯონი ჯანაშია, ეს სხვა პრეტენზია. შეხარ ექიმი პლუს კიდე პლუს ამას პროფკავშირების თავმჯდომარე მედიცინისა, რა თქმა უნდა და თან მღერი კიდევაც ეს სხვა დატვირთვა. ამიტომ მე მგონი არავის არ ექნება პრეტენზია შენ და მე რომ იქ რაღაცა სიბემოლი ვერაწიე, კარგად? სხვათაშორის ერთი ფრაზა მინდა გავიხსენო, აი ჩვენი ყველაზე დიდი მოძღვარი იყო პედიატრიული ფაკულტეტის დეკანი პროფესორი გივი ჟვანია. ერთხელ ვითხრა კონცერტის მერე, სუფრა გაიშალა. ხო.
რა გონიათ, ისეთი მაგრები ხო არ გონიათ თავი. თქვენ რომ ექიმები რო ხარ და თან ამას აკეთებდო, იმიტომ ჩახართო. ალბათ თეატრალური სტუდენტები ყოფილიყავითო. ეთახმები ბატონი. სადა ბანაობთო და აბსოლუტურად მართალია და ამიტომაც არის რომ ჩვენ უპრეტენზიო ხალხი ვართ. ვაწოდით ჩვენ თავს როგორც ექიმები. რომელთაც მოწალეობის ჟამს აქვს ეს სურვილი რომ ხანდახან წაიღებინო და თუ ამით ვინმე სიამოვნებას მიანიჭებენ ჩემი აი ამ მომღერალ ექიმთა კოჰორტის წარმომადგენლები ამას რაჯობია. ამიტომ მე ხო ფიქრობ რომ ჯონი პატარა სიამოვნებას მაინც მივიღებთ მისი ნამღერისგან და მე და ჯონი გადავალთ ახლა ინსტრუმენტთან და მოგასმენიებთ სიმღერებს. ეს ხურება სიხარულით სავსეა დარდიმანდი კაცის წესიასია ქრისიც ხელა უცილობად არსია ღამეგრილა უღინობა ნავსია გემოვიცი დღეღამეში გავცვალე მთელი რუმბი ხურძნისედი დავცალე არაზე გერჩით მეკეი მაცალეთ გემოვიცი დღეღამეში გავცვალე გემოვიცი დღეღამეში გავცვალე მოყვარე ხარ კანაპეტრეს ვისი ხარ ეს აზამთრო იფეში ქაშო იღირსი ხარ სიამოვა ქვეყანად ხანძარზე დანათებს მე არ დაწვავ იმანაირად ვანათებს დიდირო დარადი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 დid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 
ჩვენ კვლავ ეთერში ვართ. კიდევ ერთხელ მოგესალმებით. ჩვენი გადაცემის მეორე ნაწილის სტუმარი გახლავთ. იცით რა არ მინდა ვთქვა, რომ პროფესიით მომღერალი, მაგრამ ისე წავიდა მის ცხოვრება, რომ იმ პროფესიის გარდა, რასაც ის წარმოადგენს, ანუ ექიმი გახლავთ. უკვე ყველა ვიცნობთ მას როგორც მომღერალს, იმიტომ რომ მისთვის წერენ სიმღერებს. იგი თავად ქმნის ისეთ სიმღერებს, როგორც კომპოზიტორის რანგში არა, ისე ქმნის ამ სიმღერებს და ისე გვაწოდებს ჩვენ. მსმენელებს რომ მე ძალაუნობრად, მე ლაშა რომ ღერის ის სიმღერა, თორე ავტორი და ლექსის ავტორი არ არის აღარ ახსოვს. ამიტომ მოგესალმებით ჩემო ნუცი გენაცვალეში. და მოდი ახლა დავიწყოთ ცოტა უჩვეულოდ. ამას წინათ მქონდათ ძალიან კარგი საღამო. ლაშა გახლავთ ალილოს ერთ-ერთი მამოძრავებელი ძალა, ანსამბლ ალილოსი და მქონდათ ძალიან ორიგინალური საღამო. გამოვიდა მათი სახელწოდების სახელობის ღვინო. არა მარტო ღვინო, იქ ისეთი ამბავი ხდებოდა, კოქტეილი ცალკე და ეს მშრალი თუ ნახევარი ესეთი ნახევარად, ესეთი რაღაცნაირი საღამო იყო და მოდი დავიწყოთ აქედან. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა. მე დიდი პატივია. ციკო, დიდი პატივია ჩვენთვის პირველ რიგში, რომ შენ და შენი ფორტე რო იყავით ჩვენს პრეზენტაციაზე. რა არის, იცით, ჩვენ მომღერლები როგორ სიტუაციაში ვართ, იცით, დამოკიდებულები ვართ, ძირითადად ეხლა მე კი ვთქვათ, ჩემი საქმე მაქვს, ჩემი ბიზნესი მაქვს, ჩემი მედიცინა მაქვს, მაგრამ პროფესიონალ მომღერლებზე მაქვს საუბარი. დამოკიდებულები არიან მხოლოდ და მხოლოდ იმაზე, კონცერტი როდის იქნება, ჰონორარი როდის იქნება და ასე შემდეგ. და ასე შემდეგ, მაგრამ ამიტომ სწორედ ამიტომაც რომ გამართულები ყოფილიყავით წელში და გარდა იმავდროულად კიდე ჩვენი ოცნება იყო რომ ჩვენი საკუთარი ღვინო გქონოდა, ჩათვალეთ რომ ეს თქვენი ღვინოც არის და ყველას ღვინოც არის, პრემიუმ კლასის ღვინო წარმოუდგინეთ საზოგადოებას და მე მგონი ყველა ნასვამი წამოვიდა იმ პრეზენტაციიდან. შერატონ მეტეხი პალაში იყო ეს პრეზენტაცია და პრემიუმ კლასის ღვინო ჩამოვასხით ჩვენ და ალილოური ქვია, რაც ყველაზე მთავარია და არის ერთი შესანიშნავი ბიზნესმენი ბატონი მიხეილ თიგიშვილი, თიგი ალკო კომპანია, რომელიც ასხამს ამ ღვინოს და გვერდში უდგას ქართულ სიმღერასაც და თავისი ბიზნეს ინტერესებით დაგვიკავშირა ჩვენ, ასე ვთქვათ და ერთობლივი ბრენდი, მაგრამ ეს ყველგან არ გაიყიდება ეს ღვინო გაიყიდება უცხოეთში ძირითადად და ჩვენთან გაიყიდება მერიოტში, შერატონში, ქართველებმა რა გავაკეთეთ? რედისონში. არა, მოგტავ თქვენ არ გეხებათ, მაგრამ წარმოება თანდათან
გაიზრდება და მე მგონი ყველაფერი კარგად იქნება, იმიტომ რომ საუკეთესო ჯიშის ვენახები შევიძინეთ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მე პატარა ბიზნესმენი გამხდარა ჩვენი ლაშა. პატარა არა, დიდი. დიდი ლაშა, მაგრამ ეხლა მაშინ დავუბრუნდეთ ისევ იმ პრეზენტაციას. იმ პრეზენტაციაზე შედგა ახალი სიმღერის პრემიერა. რა ვიცი, ჩვენთვის ასე იყო ყოველ შემთხვევაში, იქ დავწერე ხალხისთვის. ხო, სანამ სიმღერაზე ვიტყოდე, ერთი დიდი კარგი საქმე გავაკეთეთ ბატონ პაატა ბურჟულაძის ფონდთან თანამშრომლობთ იანანასთან და თითოეული შემოსული ბოთლი და გაყიდული ბოთლიდან ლარი გადაერიცხება იანანას ფონდში. ეს საკმაოდ სოლიდური თანხა არის და დიდი მადლობა ბატონ პაატას მხარდაჭერისთვის და იმ საზოგადოებას, ვინც იყო იქ მოსული. და სიმღერას რაც შეეხება სპეციალურად სიმღერა შეიქმნა, ხო, კარგი ჰიმნი შეიქმნა, რაღაც კლიპი ვითაც გადავიღეთ და ამას იხილავს მალე მაყურებელი, ძალიან საინტერესო. ნანას ლექსია გავა. კი, ნანა ცინცაძის ლექსია, ლილიკო ნემსაძის მუსიკა არის და ძალიან დიდი მადლობა ნანას და ლილიკოს. არანჟირება დავით უგრეხელიძის არანჟირება არის, ძალიან საინტერესო, ძალიან ისეთი. მე რაც მონატრები ხარ ფიქრებს ჩავწერე დავით უგრეხელიძესთან, მე იმის მერე ეს იცით რა თქვა ეხლა რომ აი მე ვარო იმას რომ ბერი ვარო ხო, მაგრამ უკვე იმდენი დათვარჩოდეს დიდი მადლობა ამ სიმღერისთვის, მაგრამ იმდენი წელი გავიდა უკვე რომ რაღაც ესე ვარ მარიო ჩიმაროს სიმღერას ვეძახი რაღაც ისე არის რა. ლაშა, მომავალი გეგმები რა გვაქვს? მომავალი გეგმები გვაქვს ეხლა წინასწარ ვერ ვიძახი, იმიტომ რომ აკრძალული მაქვს რაღაცებზე საუბარი. არა, მაგაზე არა, უბრალოდ თვითონ მომწვევმა ორგანიზაციამ გითხრა რომ ცოტა საიდუმლოდ შევინახოთ, ეს იქნება გასვლა მაისის თვეში, მაგრამ რომელ ქვეყანაში და სად მცალმაგარ ქვეყანაში. თქვა რა, მივდივართო. კი, მივდივართო, მაგრამ სად მივდივართო, არ ვიცი, ვიზებიც გვაქვს და ყველაფერი გვაქვს. ძალიან. წარმატებას გისურვებთ. დიდი მადლობა. ძალიან კარგები ხართ. პიროვნულად სულ არის ძალიან კარგი და ძალიან განსხვავებულები არიან ხუთივე ერთმანეთისგან. ძალიან. მინდა ვთქვა, რომ ჩვენი ხელმძღვანელი გახდათ ჩვენი ცნობილი ქართული ხმა ბატონი გურამ თამაზაშვილი და მისი ოცნება იყო, რომ ალილო ყოფილიყო წარმატებული. ნუ გარდა ამისა არის დიდი ანსამბლი ალილო. ანუ ჩვენ დიდი შემადგენლობა ვართ, დაახლოებით 13 წევრი ვართ, მაგრამ ზირითადად ხალხური მიმართულებაა და აქეთ არის უფრო ქალაქური მიმართულება, რომელსაც ჩემ მეგობრებთან ერთად მეც ასე ვთქვათ, ერთად ვაკეთებთ ამ დიდ საქმეს და მე მგონი ყველაფერი კარგად, ანუ გურამს გაეხარდებოდა ეს, რა თქმა უნდა და ყველა დიდი წარმატება, ну ამ ლეგენდარული მომღერლების დამსახურება, ვინც იყო გურამი, გოგი, თავგასა და ასე შემდეგ, აი ამ დიდი წინაპრების ჩვენი და წინაპრების კი ჩვენი უფროსი მეგობრების დამსახურებაა და მათ ყველაზე გვინდა რომ ვიაროთ და მე მგონი ასე თუ ისე ხო და რადგან შენები თქვი მე ვაპირებდი მაგის თქმას, მე მინდა რომ აი ალილოც, შვიდკაცაც, თეატრალურის, ну ვინც არის კიდე. ერთი დიდი ოჯახი. სულ ყველა დავშენილიყავით. აი ასეთ კოლექტივებად, აი ხა როგორც ლაშამ თქვა, რომ ჩვენი ლეგენდარული კოლექტივები და მართლა მინდა რომ ჩვენ ვინც ვემსახურებით ქართულად მღერას, ქართულ ენაზე სიმღერა არ ნიშნავს, მაგრამ ქართულად სიმღერას ვინც ვემსახურებით, მართლა დავჩეთ, იმიტომ რომ ჩვენ შვილებს და შვილიშვილებს გქონდეთ ჩვენი საამაყო. მინდა ვთქვა, რომ ყველაზე არაორგანიზებული ანსამბლია, კვარტეტი არის, ყოველთვის აგვიანებენ, ყოველთვის პახმელიაზე არიან, ყოველთვის ის არიან, მაგრამ ამაშიც არის რაღაც ხიბლი. რაღაც ხიბლი ამაშიც არის, რა თქმა უნდა. კარგით, ეხლა ჩვენ შეგისრულებთ ერთ ძალიან ცნობილ სიმღერას, ქალბატონ რუსულ დასების გვერაძის სიმღერას და რაღაც შემოვიდა ჩემ გადაცემაში რატომღაც ეს მოდაში რომ ყოველთვის სიმღერით მინდა დავამთავრებდო რომ მართლა ისეთი ჟღერადი სიმღერაა და ისეთ განგაწყობთ რომ ჯობია რომ სიმღერით დავამთავრებთ. მე ჩვენ კიდე აქვე დაგემშვიდობებით ნახვამდის. კარგად იყავით. დიდი მადლობა.
Abu